მითხრა და ალბათ ბევრჯერ პარტიშვილი დარტყმა ჩაკანია კარგი იყო ამბობთ პარტიშვილი გრძელდება იმპერია შეტევა პარტიშვილის პასი ხუთუშაურზე და რა გოლოს გადაცემა ზაგანია ძალიან კარგად თამაშობს გაატარა ბურთი და აი პარტიშვილის პასთან ხუთუშაურის შესანიშნავი შესრულება დაიწყეს ბევრისთვის შესაძლოა მოულოდნელად აქ ნახოთ ეს ეპიზოდი ბარტიშვილის ლუც გაითავისუფლოს თავი შორიდან დარტყმა და ლევაში ჩემპიონატში ერთ-ერთი მაგალითი იმ ჩემპიონატი ლავისა და ოდიშის დაპირისპირება აიღებს დარტყმას უკვე მოახერხებს თუ არა იბერია მეშახტეს დამარცხებას ბარტიშვილის გადაცემა ყუთუჩია ეტაპზეც მოხდება რომელთაც არანაირი CV და წარსული არ ქონდათ ვიდრე მათ ვინც მაღალი დონის გამოცდილება ქონდათ ამოსვლის შემდეგ სწორედ მასზე მიიღო პირველი ბარათი ეს უკვე პოზიტიურია რა თქმა უნდა კიდევ ერთი ჩატო ძალიან გავდა ეს სერიაში იმ შეტევას როდესაც ყოყრიძე ბარამიძე მოტევო ტურნირების მატჩები საქართველოში და მედია ქართული გუნდებია
ისევ ანდრია ბარტიშვილი. ანდრია ბარტიშვილს საჩეხება უკვე კოლხეთის მხრიდან კონტექსტ 22 გოლა აქვს კოლხეთს და 7 გოლი ჩამორჩება თელავს რომელიც თავი მათ ბოლო სამ შეხვედრაში ახალი მთავარი მწვრთნელის თემურ კესპაის ხელმძღვანელობით 7 გოლა მოაგროვა. კიდევ ცოტა მეტი ყურადღება მართლაც უნდა მიაქციოს ალბათ ვერგაზე, თუნდაც შესვენებაზე უნდა ჯერ ადრე. აქ შორეული დარტყმა ისევ ბარ ყველაფერი გამომდინარე სულაც შორის პრაგმატული და ისე აღარ ბარტიშვილი კარგად თამაშობს. ზემ ვერ გააკეთა ზუსტი გადაცემა და ბარტიშვილი ძალიან კარგად მიიცეს საჯარიმოშია უკვე ბარტიშვილი სრულ მოძრაობა დაიწყო შეხვედრა მას მერე კომბაგობენ ძალიან საყვარელ კლუბს ჩაწოდება საჯარიმოში განაფიქრე ბარტიშვილი რბილი პასი მაგრამ ალბათ დახმაზე ეფიქრა რაღაც მომენტში ჯობია სიბერიასთვის ასევე საქართველოს ნაკრებებისთვის აქ ეპიზოდი იქნება იბერიელთა შემოყვი კარგი პასი დასაწყველია თუმცა ეხლა მოხერხდა და დამატებ მედია კარგად ბარტიშვილი კიდევ ფეხბურთელები ვნახოთ როგორ გაითამაშებენ. შეიძლება აქედან უკვე დარტყმა სრულ მოძრაობა კიდევ ერთი. არა, ძალიან უნიჭიერესი მოთამაშე. ისო ბარტიშვილი